მალარია ჯერ კიდევ არის საზღვაო ჯანდაცვის ერთ-ერთი პრობლემური დაავადება მთელს მსოფლიოში. 100-მდე ქვეყანა არის მალარიის ენდემური ქვეყანა. ჩვენთან საქართველოში მალარია არა ადგილობრივი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. არის მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები და გასულ წელს 23 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვანიჭა საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის წოდება. ეს არის ადგილობრივი შემთხვევების ეხება, რომ შემოტანილი, მაგალითად შარშან ქვედა საქარაში დაფიქსირდა ჩვენთან. შემოტანილი შემთხვევა მოქალაქე ჩამოვიდა უგანდიდან, მუშაობდა იქ და ჩამოვიდა მალარიით დაავადებული იყო და ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ, რომ ეს მალარია ადგილობრივ მოსახლეობაზე არ გავრცელებული იყო და ჩვენი მიზანი ახლა ის არის, რომ შევინარჩუნოთ ეს სტატუსი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის. დაფონის მუნიციპალიტეტი ჩაერთო მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამაში, სახელმწიფო პროგრამაში. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ცენტრის მიერ დაიდგა ეგრეთ წოდებული ხაფანგი, კოღოს დამჭერი ხაფანგი და საკმაოდ საშიში გადამტანი თუ შეიძლება თქვა მალარიაზე არანაკლები უარესი თუ არა ალბოპიქტუსი დაფიქსირებული იქნა ჩვენს ტერიტორიაზე. ერთ-ერთ ვერსიად გამოითქვა, რომ მეორადი საბურავების შემოტანის გამო ხوار იყო ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ იყო ეს. ძალიან დიდი მოსლობით სამუშაო იყო ჩატარებული ჩვენი ცენტრის მიერ 80,000 კვადრატული მეტრი ფართობი იყო დამუშავებული ზოგადად ინსექტიციდით, როგორც არის სოლფაკი და მოგვაწოდა ეროვნულმა ცენტრმა. წელს უკვე ეს პროგრამა მთლიანად შევიდა დელეგირებულ ბიუჯეტში და ამ ბიუჯეტის ფარგლებში ისევ განვახორციელებთ დამატებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევები, როგორია ჩვენს მუნიციპალიტეტში მდგომარეობა, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების. აღმოჩნდა, რომ ორი წყალსაცავი, რომელიც ერთი იყო ფუჩი და მეორე არქოთაში დაშრა და ეს იყო უკვე ბიოლოგიური პასუხი, ერთი ხელოვნურად დაშრა იმის გამო, რომ ავტობანი გავიდა და გარკვეულად ამათ მიკროკლიმატით შეცვალა და მდგომარეობაც არსებულ ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ უკვე გაკეთებული იქნა რუკა, ენტომოლოგიური რუკა, რომელიც განთავსებულია ვიზუალურად ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე ჩვენთან დერეფანში, ნებისმიერ მათგან შეუძლია ნახოს ნებისმიერმა მოქალაქემ. რაც შეეხება ხელოვნურ წყალსაცავებს, უკვე 8 ახალი წყალსაცავი აღმოვაჩინეთ, რომელიც ხელოვნურად არის მოქალაქეების მიერ გაშენებული კანონის დაცვით, რა თქმა უნდა, ეს ამ საკითხს ჩვენ არ ვეხებით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ამ ხელოვნური წყალსაცავების აღრიცხვა. შემდგომი ეტაპი ალბათ იქნება მის გარშემო არსებული დამხმარე ნაგებობების შესწავლა რა მდგომარეობა. უკვე როცა შესაძლებელი იქნება დავათვალიეროთ, გამოჩეკილი არის თუ არა კოღოები, გჭირდება თუ არა გამბუზის გადაყვანა და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. ამიტომ ფართობით საკმაოდ დიდია და სამუშაო ძალიან პასუხისმგებელი, იმიტომ რომ იქ სადაც გაჩნდა ახალი კერა, გარკვეულად არსებობს რისკი იმის, რომ გაჩნდეს კოღო და ამან გამოიწვიოს გარკვეული გადამტანის გავრცელებაც, დაავადებების გავრცელებაც და აი ამ რისკების თავიდან აცილების მიზნით მუდმივად მიმდინარეობს პროცესი ჯანდაცვის მუნიციპალურ ცენტრში. მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი ჩვენ მოგვენიჭა საბედნიეროდ, რომელიც გარკვეულად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ქვეყანაში და მოიზიდავს უფრო მეტად ტურისტულ ჯგუფებს, რომ უკეთესია მიხვიდე იმ ქვეყანაში, სადაც ნაკლებად სახიფათო დაავადებები ამ კუთხით არსებობს და ეს სერტიფიკატი და მით უმეტეს ეს მონაპოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ მაქსიმალურად კონტროლი გავაკეთოთ უბანზე და შემდგომი გავრცელებისაგან და მით უმეტეს შემოტანილი შემთხვევებისაგან დაცული იყოს ჩვენი ქვეყანა. ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურია. საქართველო აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ქართლის ქარის ელექტროსადგური გორის მიმდებარედ 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20,7 მეგავატია და წლიურად საშუალოდ 85 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ეტაპზე ის საქართველოში ერთადერთი მოქმედი ქარის სადგურია. ელექტროსადგურების პარალელურად განახლებადი რესურსების, მათ შორის მზის და ქარის ენერგიის ათვისება ქვეყანას მისცემს მაქსიმალურად იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი სისტემა შექმნას. უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა 18,75 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ზემო ქარის ელექტროსადგური, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სადგური წლიურად საშუალოდ 67 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ასევე წლის ბოლომდე იგეგმება 206 მეგავატის სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც წლიურად საშუალოდ 754 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის ენერგიისთვის და შესაბამისად სახელმწიფო და კერძო სექტორი უკვე აქტიურად და დაგეგმილად მოქმედებს ახალი პროექტების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს ქარის ელექტროსადგურების 34 პროექტი. აქედან 29 პროექტი კვლევის ეტაპზეა, ხოლო 5 პროექტი მშენებლობის ეტაპზე. 2031 წლამდე დაგეგმილია დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის, 1700 მეგავატი მზის და 1000 მეგავატი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ამასთან 2036 წლისთვის სისტემას დაემატება დაახლოებით 2800 მეგავატი მარეგულირებელი ელექტროსადგურების ჩათვლით, რის შედეგადაც ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატს მიაღწევს. სახელმწიფო პოლიტიკა მკაფიოდ არის მიმართული განახლებადი რესურსების მაქსიმალური ათვისებისაკენ. დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. შესაბამისად, მარეგულირებელი ელექტროსადგურების პარალელურად განახლებადი რესურსების, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიის ათვისება მოგცემს შესაძლებლობას შევქმნათ უფრო მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოდამოუკიდებელი სისტემა. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია მხოლოდ მოცემულობა არ არის, ეს არის აუცილებელი პირობა. საქართველო აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 4,751 მეგავატს შეადგენს, სადაც დომინანტურ როლს ჰიდროენერგეტიკა ასრულებს. 3,528 მეგავატი სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ხოლო მზისა და ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება ამ ეტაპზე წლიური გამომუშავების 1%-საც არ შეადგენს. პარალელურად თბოელექტროსადგურები დაახლოებით 1,191 მეგავატის სიმძლავრით უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურობასა და ენერგომომარაგების უწყვეტობას. ამავე დროს სახელმწიფო პოლიტიკა მკაფიოდ არის მიმართული ადგილობრივი განახლებადი რესურსების მაქსიმალური ათვისებისკენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში ქარისა და მზის ენერგია ჯერ კიდევ შეზღუდული მასშტაბით არის განვითარებული და მათი წილი საერთო ენერგეტიკულ ბალანსში მცირეა. ქარის ელექტროსადგურები, როგორც წესი, უფრო თანაბრად ანაწილებენ გენერაციას დღე-ღამის განმავლობაში და ხშირად უკეთ ემთხვევიან მოხმარების, ასე ვთქვათ, პიკებს, რაც სისტემის სტაბილურობას ამყარებს. ამასთან ქარის ენერგია გარემოს დაცვითი კუთხითაც მეტად მისაღებია. საქართველოში ქარის ენერგიის განვითარება შედარებით ახალი მიმართულებაა, თუმცა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი მზარდია. ქარის ელექტროსადგურები, რასაც მზის და ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად, ისეთივე მხარდაჭერით განვითარდება, როგორც დანარჩენი სხვა განახლებადი ენერგიის საწყაროები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის ენერგიისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი უკვე მუშაობს ახალ პროექტებზე, რაც მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის ქარის ენერგიის წილს ენერგეტიკულ ბალანსში. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ და ასევე კვლევის ნაწილში ნერვგუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსებას, ასევე ამ შედეგების ერთად თავმოყრას, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ დაავადების მართვას, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში ამ დაავადების მართვისათვის მნიშვნელოვანია ყველა ეს კომპონენტი. ნევროლოგიური მომსახურება უნდა გაუწიოთ მათ, კარდიოლოგიური მომსახურება, ორთოპედის მომსახურება, მზად უნდა იყოს ყოველთვის რეანიმაცია მათ დასახმარებლად. ყოველივე ამის მიწოდება შესაძლებელია მოხდეს ჩვენს მიერ და ეს იქნება ალბათ ძალიან დიდი შვება, როდესაც რამდენიმე ცენტში ან თუნდაც ერთ ცენტში ყოველგვარი მომსახურება მოხდება. ჩვენ გახლავართ მოზრდილთა დაწესებულება, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ყველა სიმძიმის პაციენტი 15+1 დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს როგორც პრევენციული, ასევე ის სამკურნალო ღონისძიებები, რომელიც პროტოკოლით არის